გამარჯობა, დღეს მე ვისაუბრებ ადამიანის ემბრიონული განვითარების პირველ პერიოდზე, რომელიც დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გრძელდება. მას ეწოდება ადრეული ამკვერცხუჯრედის პერიოდი, იწყება განაყოფიერებით და სრულდება ბლასტოცისტას იმპლანტაციით საშვილოსნოში. გარდა ამისა, ემბრიონულ განვითარებაში კიდევ ორი პერიოდი გვხვდება, ჩანასახოვანი პერიოდი, რომელიც მეორე კვირიდან იწყება და 8 კვირის განმავლობაში გრძელდება. და ნაყოფის პერიოდი, რომელიც მე-9 კვირიდან იწყება და დაბადებამდე გრძელდება. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს ის, რომ ემბრიონული განვითარების პერიოდები კლინიკური პერიოდებისაგან განსხვავდება. თანაც მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ახლა საუბრობ, არის ნორმაში. იმიტომ რომ გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, გვხდება და ეს მედიცინაში ყოველთვის ნორმაა. მედიცინაში, ბიოლოგიაში არაფერს ახალს არ წარმოადგენს. როგორც აღნიშნე, პირველი პერიოდი განაყოფიერებით იწყება და ამ სურათზე ნაჩვენები არის გასანაყოფიერებლად მომზადებული კვერცხუჯრედი, რომელიც როგორც წესი ფალოპიუსის მილში არის მოთავსებული. აი შემდგომ უკვე ვხედავთ სპერმატოზოიდებს, რომლებიც ლამობენ შესვლას კვერცხუჯრედში და აი აქ ერთი სპერმატოზოიდი იჭრება, რის შედეგადაც ვიღებთ უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს, რომელსაც ზიგოტა ეწოდება. პირველი 24 საათის განმავლობაში განაყოფიერებიდან ვიღებთ პირველ მიტოზურ დაყოფას. მასში და ესეთ ორ დიდ უჯრედს ვიღებთ. შემდგომ 40 საათის განმავლობაში მეორე მიტოზი არის 4 უჯრედი, მერე 8 უჯრედი 72 საათის განმავლობაში და ასე ქრონოლოგიურად მიყვება ეს მიტოზები. თან აი აქ აღსანიშნავი ის არის, რომ ზომაში ეს უჯრედები ზრდას ვერ ასწრებს, ისე სწრაფად ხდება მიტოზური დაყოფა. დაახლოებით 96 საათის განმავლობაში უკვე ვიღებთ 16-დან 32 უჯრედს და ესეთი შესახედაობის არის უკვე, ამიტომაც მას მორულა ეწოდება. მორულა კი ლათინურად ნიშნავს თუთას. და ნამდვილად რო დავაკვირდეთ, აი დაახლოებით ჰორიზონტალურ კვეთში თუთას რო დავაკვირდეთ, აი ესეთი შეხედულების იქნება, აი რო გადავჭრათ თუთა და ამიტომაც მორულა ეწოდა ამას. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ 96 საათიდან 120 საათამდე მორულა უნდა გადაიქცეს გვიანი ბლასტოცისტად, ანუ 120 საათის განმავლობაში და საკმაოდ ბევრი პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ნახეთ როგორი სხვაობებია, ხო, ამ უჯრედსა და ამ უჯრედს შორის. ახლა რა ხდება? დასაწყისში, როგორც ხედავთ, კვერცხუჯრედში ქონდა, დავიწყოთ ამითი, მბზინავი გარსი, რომელიც უკვე ადრეულ ბლასტოცისტაში იშლება, აი ფაქტობრივად აქ უკვე აღარ არის, დაშლილ მდგომარეობაშია და ის უჯრედები, რომელიც მორულას წარმოადგენდა, ორ ნაწილად იყოფა. ეს ადჰეზიის ხარჯზე, ანუ ადჰეზია შეწებებას გულისხმობს, შეწებების ხარჯზე, ანუ განსხვავებული შეწებების ხარისხი არის აქ და ვიღებთ ასე გარედან განთავსებულ უჯრედებს, რომლებსაც უკვე შემდგომში ტროფობლასტი ეწოდება და აქედან ყალიბდება ქორიონი, ანუ გარსი, ემბრიონის გარსია საუბარი და პლაცენტა. პლაცენტაც ვიცით, რაც არის, აი ამ უჯრედებიდან ყალიბდება. რაც შეეხება შუა ნაწილში მოთავსებულ უჯრედებს, ამათ ეწოდება ემბრიობლასტი. ნუ აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ ამ უჯრედებიდან ემბრიონი ჩამოყალიბდება. ამას უკვე მოგვიანებით განვიხილავთ, დღეს მხოლოდ პირველ კვირაზე ვსაუბრობთ. გადავიდეთ უკვე გვიან ბლასტოცისტაზე, რომელიც 120 საათის პერიოდში არის წარმოდგენილი და უკვე აი ვხედავთ, აქ ნახაძეც არის ნაჩვენები, რომ განსხვავება არის. აი ეს ემბრიობლასტი და ტროფობლასტი ერთმანეთისაგან განსხვავდება. რაც შეეხება ახლა შემდგომ პერიოდს, ანუ 120 საათი უკვე შესულდა, ესე ქრონოლოგიურად მივყევით. შემდგომი პერიოდი არის აუცილებლად გადანაცვლება საშვილოსნოში. როგორც თქვი, ხო, პირველი პერიოდი 1 კვირა რო გრძელდება, ვიწყებთ ფალოპიუ ნორმაში, ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ გამონაკლისები ძალიან ბევრია და ამით არის ზუსტად მედიცინა და ბიოლოგია საინტერესო, რომ გამონაკლისი გვაქვს უამრავი. ხო და ნორმაში ფალოპიუსის მილიდან უნდა გადაინაცვლოს ამ უკვე ბლასტოცისტამ, წარმოქმნილმა ბლასტოცისტამ საშვილოსნოში. გადის ამ გზას, აი ვხედავთ, აი კარგად არის ნაჩვენები, ეს არის მე-5 დაახლოებით. მე-5 დღიდან მე-7 დღის პერიოდში, აი როგორ გადაინაცვლებს, აქ სხვადასხვა პროცესებია ჩართული, უბრალოდ ამაზე ვერ ვისაუბრებ დაწვრილებით, აქ ქრონოლოგიურად მივყვებით, რა არის შემდგომ მოდის, რომ მარტივი გასაგებიც იყოს და ზოგადი წარმოდგენა გქონდეს. თუმცა არა მარტო ზოგადი, აქ გარკვეულ რაღაცეებს კონკრეტულად ვეხებით. და გადაინაცვლეს ბლასტოცისტა საშვილოსნოსკენ, აი აქ ხედავთ, რომ გარკვეული ქემოტაქსისი არის ერთ-ერთი პროცესი, რომელიც მონაწილეობს ამაში და გადანაცვლების შედეგად აი ამ პოლუსით, სადაც არის მოთავსებული ემბრიობლასტები, უკავშირდება, უახლოვდება საშვილოსნოს და საბოლოო ჯამში მის ეპითელიუმთან კავშირს ამყარებს. აი კავშირის შედეგად, აი აქ ხედავთ უკვე დაახლოებით ეს არის მე-6, მე-7 დღე. ნორმაში ისევ და ისევ ვიმეორებ, ყალიბდება
აი ესეთი მორჩები, აი ნახეთ, მორჩების სახით არის, რომლებსაც სინცითიო ტროფობლასტები ეწოდება. ეს არის ტროფობლასტებისაგან ტროფობლასტები არის უჯრედები, რომლებიც გადმოიღვინთა საშვილოსნოს ეპითელიუმში და ამის შედეგად ვიღებთ ასეთ უჯრედებს და გარდა ამისა, ეს სინცითიო ტროფობლასტები მნიშვნელოვანი იმით არის, რომ გამოიმუშავებენ ქორიონულ გონადოტროპინს და ეს ქორიონული გონადოტროპინი ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრი პროცესისათვის. მოკლედ შეგვიძლია ვახსენოთ რომ საკვერცხის ყვითელ სხეულზე მოქმედებს, ანუ შესაბამისად მონაწილეობს ორსულობის ნორმალური პროცესების განვითარებაში და ასევე ჩვენ სადიაგნოსტიკოდ ვიყენებთ ქორიონულ გონადოტროპინს და მისი დახმარებით მეორე კვირაზე შეგვიძლია ორსულობის დიაგნოზი. ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, აი ამ პროცესით, ეს არის უკვე მე-7 დღე, ეს მორჩები ჩაენერგება და არის მხოლოდ აი ამ პოლუსით, სადაც არის ემბრიობლასტები მოთავსებული, ჩანერგილი, იმპლანტირებული, ასეთ შეგვიძლია ვთქვათ, საშვილოსნოს ეპითელიუმში. და აი ამ ნაწილში შიგნით ამ მხარეს ჩვენ ვხედავთ უჯრედების ნაწილს, რომლებსაც ჰიპობლასტი ეწოდება და ეს ჰიპობლასტი არის პირველადი ენდოდერმა. ამას ჩვენ ვიღებთ მე-7 დღის ბოლოს. შემდგომი პერიოდი უკვე გადადის და შემდგომი განვითარება, ასე ქრონოლოგიურად რომ ვიყვეთ, მე-8 დღე არის. შესაბამისად არის მეორე კვირა. ამიტომაც ამას განვიხილავთ შემდეგ გაკვეთილზე. მთავარია აი ეს გვესმოდეს კარგად. მადლობა ყურადღებისათვის.